ლიზი ჩიჩიაშვილი. გამარჯობა ლიზიკო, გამარჯობა. გამარჯობა ლიზი. ლიზი ჩიჩიაშვილი, წუთი სოფელი, ლიზი ჩიჩიაშვილი, გული გაუყოფელი. ლიზი ჩიჩიაშვილი და მე ტექსტი აღარ ნანა ლიზი ასე. რუსთავიდან მზადდება ლიზი, ძალიან კარგი გოგო ხარ. სკოლის მოსწავლე. არ ვფიქრობდი სხვანაირად. მადასორი ჩემი ლიზით 13 წლისაა ჩემი შვილი, მაგრამ იმას მარი ქვია. ჩემი ლიზით 13. საყვარელი პოლიტიკოსი არ ვყავსო. ძალიან შეცდომას უშვებ. მე გირჩევ რამდენია, ძალიან ფართო არჩევანი გაქვს სხვადასხვა. ბევრი იყო და უბრალოდ ვერ ამოვარდი. ხო, აი ეს ყველა მიყვარს, ყველა. დავცხოთ? დავს ლიზის მინდა წარმატებები უსურვო. მედია საინტერესო ნახოთ. ლიზიკო, შემოკარგო. შესავალი თუ ჩავს ხო ხელი? დავიწყე. 3, 2, 1. გამარჯობათ, მე ვარ ლიზი და ვარ სოფლიოში ყველაზე კეთილი ფერია და დღეს იმდენს გაცინებთ, რომ სიცილისაგან კუჭი გაგისკრებათ. ფილტვებში წყალი ჩაგიდგება და აუცილებლად მოკვდებით. კაცი ისეთი კეთილი იყო, რომ რა კარგი ფერია. სამუდამოდ დაგვაძინა და მოვიდა. 50 ლარი გაქვს? აი მე უკვე მკვდარი ვარ, მეც ვერ მოიგებ. მაგძელებ. მარტივი არითმეტიკა. თორემ ისეთ დღეს დავაყ ტარსაცი გაეცი. გაეცინა, კი. 3, 2, 1. კაცი ისეთი კეთილი იყო, რომ ბოლოს კეთილთვისებიანმა სიმსივნემ შეიწირა. ხომ ხედავთ, მეგობრებო, სიკეთე არ იკარგება. რუსთავში მეტალურგიული ქარხანაა ფეთქი. აი მე როგორ მიყვარს ესეთი მიმართულება იუმორის. გიჟდები. აი წამოვიდე ხეს. აი არა, ყველაზე მეტად მიყვარს აი ესეთი იუმორი. ყველაზე მეტად. როგორი მიმართულება, კეთილთვისებიანი მიმართულება. აი ხო აი რაღაცა ბოროტი თუ შავი თუ თეთრი იუმორი თუ რაც ქვია, არის გიჟდები. 100 ლარი შენ, წინა 100 ლარია. ვაგრძელებ. აგრძელებ. 3, 2, 1. რუსთავში მეტალურგიული ქარხანა აფეთქდა. რა არის ამაში კარგი? ვაიმე, ისე ლამაზად აფეთქდა. ფუხელი ეგეთ ფეხი აქ და ეხა მოსაყოლად არაფერი არა იქ უნდა ყოფილიყავით. თუ გული გულობს, გადა ორი ხელით იჭმევაო. გული კი გულობდა, მაგრამ ცალხელანი კუშა გადას მაინც ვერ ჭამდა. ლამბერსექსუალების კონკურსში გამარჯვებული ლამბერსექსუალი მადლობას უხდის თავის გარდაცვლილ მამას. ტელეკომპანია ობიექტივში ბომბი იქამდე იყო, სანამ ოპერატორს კლიჩკა არ შეუცვალეს. ძალიან ცუდი ყურებელია. აქამდე სად იყავი შვილო სად? კარგია. ცუდი ყურებელია, მაგრამ სასაცილო. ვარა მე ძალიან მიყვარს. ვიცი რომ ძალიან ბოროტი ხუმრობებია, მაგრამ გიჟდები. 200 ლარი შენ წინ 400 ლარია. ვაგრძელებ. უფრო უნდა გაბოროტდეს ხუმრობები, ხო ხდები ახლა 3, 2, 1. ინდონი, რომელიც ჩაჩაჩას ცეკვის დროს მოკლეს 3 საათი დაძაბულ სიმღერაზე ცეკვავდა. ჰარი პოტერი გამოცდიდან გამოაგდეს, იმიტომ რომ კლასში კედლიდან შევიდა თან დაუკაკუნებლად. ჩინელმა ეშმა ქსული მიყიდა და ერთ კვირაში გაუფუჭდა. ლომბარდის მეპატრონემ პირველმა გაიგო, რომ მისი ვინა გაძარცვეს. ეს კარგი ყურება იყო. ეს მას სული უფუძნება არიქო. აი ეს არიქო ბოროტი. არისო ბოროტი. იმიტომ რომ სული რო გაუფუჭდა ეს მას ხო დაიბინებოდა ხო ეს. ანუ ეს კარგი ყურება. კარგი ხუმრობა იყო. 400 ლარი შენ. 1000 ლარია. რასტრანი მიმართულება. ვაგრძელებ. აბა, ანუ 1000 ლარზე ვთამაშობ, ხედავ, ასე ამბით 13 წლის ასაკში. ამ ხელ ამბიცია. რამ გააბოროტა ეს ან აფრებაი ცხოვრობდეს რუსთავიდან გამოსული. კარგია, მოვემზადო 3, 2, 1. სოფელ კოლეჯში, სადაც მათემატიკა ძალიან დაბალ დონეზე ისწავლებოდა, 50% ამით კმაყოფილი იყო, დანარჩენი 70 კი არა. სოფელ ჯაჭვლიანმა ნალი ვერ ისჯობა და ცხენი პირდაპირ გარემზე და ბიჭო რა მაგრად ყვება ყოფილი დამებნიერი როა. ესე კი, კარგი ხუმრობა. თან ბოროტი ხუმრობა, ველოდებოდი უკვე ბოროტი ხუმრობას და აბდოს ბოროტი ხუმრობა არ იყო. სოფელ კოლეჯში მათემატიკა სულად იცოლებოდა. 50% როგორ? 50% ერთი ორი ხუმრობა დარჩა რა მე. კიდე რო თვლი შენ რომ კარგი იყო და
აი ამაზე არ ეცინებათ უკვე და 1.15 წამია დარჩენილიო და აბა ამას ვიტყვი ახლა. ბომჟმა ლეპტოპი იპოვა და პირველი ნაგვის ყუთიში ამოწმა. 5 წლის ნიკა. ეს ხურობა ვიცი. გამიგონი. მე არ ვიცოდი. 5 წლის ნიკუშამ მას მერე დაიწყო ტირილი, რაც თრალმა მამამ დაბადების დღეზე 2 იმდენი სიცოცხლე უსურვა. შავა ნათელოჩილმა, როდესაც ვარსკვლავი ჩამოვარდა, ქვეყნის პრეზიდენტობა ჩაუთქვა, ვარსკვლავი უკან დატრიალდა და თავის ადგილზე დაბრუნდა. და კიდევ ერთი. ხარაგაულში არსებული სასტრაფო მანქანა იქამდე არ გადის, სანამ პაციენტებით არ შეივსება. გააგეთ და მიეცით ბავშვს. კარგი გოგო ხარ, ლიზი და რაც თავარია ამ ხუმრობებს ამბობდა ძალიან კარგად. ეგ ერთ-ერთი ძალიან თავა. კი ბატონო. კი. შესრულება იყო 5 წელზე. რასაც ვამბობ ხოლმე ჩვენს მონაწილეებზე, რომ იმ ხუმრობებს, რომელსაც წარმოადგენენ ხოლმე ისინი, უნდა თქმა ყველაფერ ამას და მოტანა მაყურებლამდე და ჩვენამდე. აბსოლუტურად გეთახმები. კარგი გოგო ხარ და მე ჩემი აზრით რა მოიგო ამ ადამიანს. კარი. დიდი მადლობა რუსთავი, ასეთი კარგი პროექტისთვის მეც მოვიგე 1000 ლაი და ვარ უბედნიერის.